კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ გვაქვს ესეთი უბედური პოლიტიკური რეალობა. მათ შორის ამ პლატფორმაზე არის საუბრები, რომ აი უნგრეთში ხომ შეიცვალა მთავრობა, იგება იგივე სტრატეგიას მიმართოთ, ოცნება შეუცვლით და ყველაფერი უკეთ იქნება. მაგრამ ეგება პრობლემა სხვა რამეშია. დარწმუნებული ვარ ყველას დაგუფლებიათ გრძნობა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ძალიან დიდი ბულშიტი, ბოდიში ამ სიტყვისთვის და ტრეშობა ხდება. რომის მოშორების საშუალებაც არ ჩანს. ნახეთ, ქართველი პოლიტიკოსები ხომ ნამდვილი ბუმბერაზები არიან მართვა-გამგეობაში, ქვეყნის მართვაში, საგარეო პოლიტიკის გატარებაში, გეოპოლიტიკაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ. მაგრამ გარდა ამ პოზიტიური შეფასებისა, ჩვენთან ხშირად შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ისტორიის ერთ განსაკუთრებულ მომენტში სააკაშვილს, ჯალალედინს, ხოლო შემდეგ ლამის დავით აღმაშენებელს უწოდებენ, რომ შვილს კარიერა გაუკეთოს, აბა თვითონ ვერ შეძლო, რამე ხომ უნდა გააკეთოს. მეორე მხარესაც ასევე ხშირად ნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ და 2012 წლის მერე უკვე ყველაზე დიდი ბიზნესტები არიან. მაგალითად, ნათია თურნავა, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარიასთან ერთად. სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელს ნაცებს 10,000-ობით ლარს წირავდნენ. დღეს კი ეს ადამიანები ოცნებასთან კიპებით არიან მიწებებული. სხვათა შორის გოგა ხაინდრავასთან ერთად, რომელიც მინისტრი იყო ნაცების დროს, მიიღო მონაწილეობა ზვიად გამსახურდიას დამხობაში. და არაერთი სისხლიანი ისტორია უკავშირდება მას. ხოლო დღეს დიადი ქართველია და პატრიოტი. ბევრს არ ვისაუბრებ იმ რეალობაზე, სადაც ნაცების დროს დატოვებული მოსამართლეები, როგორიცაა მურუსიძე, გირგვლელის საქმეში რომ ფიგურირებს და არა მარტო მანდ, პოლიციელები, რომლებიც წამებებში იყვნენ შემჩნეულნი, როგორ მშვიდად აგრძელებენ საკუთარ საქმიანობას. ქართულ ოცნებას კი ამ მიმართულებით აქვს საოცარი სტრატეგია, რომელიც მუშაობს იდეალურად. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნების წინ გამოდიან და ხალხს ეუბნებიან, კასილებიანი ტიპი ბრუნდებაო, ციხეებში გაწამებენო, ავტოფებს შეიძლება ხელში ჩაუვარდეთ ძალაუფლებაო. მოკლედ, შიშს თესავენ. სხვათა შორის მე სრულიად ვეთანხმები ნაცების შეფასებაში ქართულ ოცნებას. მეტიც. ერთადერთი შემთხვევა, სადაც მე ოცნებას ხმას მივცემდი, ეს იყო 2012 წელი. აუცილებლად, იმიტომ რომ იმ დროს ნაციონალურ მოძრაობა უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან. თან ისეთები აკეთეს, რომ რა ვიცი. აბსოლუტურად ვეთანხმები. მაგრამ კანონში ისიც წერია, რომ ჩინოვნიკი საკუთარ უფლებამოსილებას რომ ამიტებს, უნდა დაისაჯოს. მე ბოკერიას დასჯილს ვერ ვხედავ. და კიდევ უამრავ ნაცს, უამრავ მოსამართლეს, უამრავ პოლიციის უფროს, რომელიც იმ პერიოდში მონაწილეობდა. სამწუხაროდ ეგეთები დღეს ისევ აგრძელებენ თავის საქმიანობას. რეალურად მაგ თემით, რომ ნაცები ისევ არიან პოლიტიკური პარტია, მე უფრო შეწუხებული ვარ. ხოლო კოცებს ეგ ფეხზე კიდიათ. რატომ? იმიტომ რომ უკვე 14 წელია ისინი ხელისუფლებაში არიან. ნაცებს კი არათუ არ რჩიან, აფინანსებდნენ კიდევაც. გაიხსენეთ ანიტას ანუ იგივე ხაბეიშვილის საქმე, რომელსაც ლილუაშვილი ფულს აძლევდა სუბუქ ყოფახცევაში. მოკლედ რო ვთქვათ, კოცები ამ იდეალურ და საშიშ სტრატეგიას იყენებენ, რომ ყოველ ჯერზე გაიმარჯვენ არჩევნებში. თვითონ კი მაყუთს აკეთებენ. გაიხსენეთ ლილუაშვილმა ვიღაც თურქს ბიზნესში დაეხმარა, თვითონ კი $1,000,000 აიღო. ხოლო ღარიბაშვილი ფულის გათეთრების თუ კორუფციის თუ სხვა მსგავსი საქმიანობის საფუძველზე დღეს უკვე არის ციხეში. მოკლედ ეგ არის თქვენი ქართული პოლიტიკა. ზუსტად ვიცი რომ ეხლა აქამდე ვინც უყურა ამ ვიდეოს, მარტივი კითხვა გაუჩნდება, კარგი ეგ მართალია. მაგრამ რა უნდა ვქნათ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს? ცხადია, მაგაზე არსებობს გარკვეული პასუხი, მაგრამ ალბათ ბევრს არ მოგეწონებათ. სინამდვილე არის საკმაოდ მძიმე. ბევრი საუბრობს მათ შორის ამ პლატფორმაზე, გინდა სხვა სოციალურ ქსელში, რომ უნდა შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და მსგავს სასიამოვნო ფრაზებს გაიძახიან. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, პირველი ის ადამიანები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში შემჩნეულები არიან ღალატში, უამრავია ეგეთი, შარმანაშვილიდან დაწყებული, არ ვიცი, გუბაზით გაგზელებული და მთელი სპექტრით დამთავრებული, არა აქვს მნიშვნელობა. არა მარტო კაცო, აგერ თუნდაც 90-იანი წლებიდან არ მოდიოდეს, არ ვიცი, მაგალითად გახარია, კოცებს უღალატა და მერე გაიქცა და ახალი პარტია შექმნა, ხო ესეა? ღარიბაშვილი ფულს იპარავდა. მოკლედ, ეგ რეალობა, სადაც ვიღაცები ვირიშვილობენ, თუ არა ღალატს ჩადიან, არა მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, არაფერიც არ იქნება. რა არის ახლა ამისთვის საჭირო?
რეალურად ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი. არ უნდა დაუჭიროთ მხარი არც ქოცებს, არც ნაცებს. მაგის გასაღები მხოლოდ თქვენ ხართ. ანუ ამორჩეველი, მეტი ეგ არავისი არ არის დამოკიდებული. ის უნდა მიცეთ თქვენი ხმა. ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს იდეოლოგიური დაპირისპირებების ფონზე. მაგალითად, ვიღაც კონსერვატორია, ვიღაც ლიბერალი, ვიღაც ლიბერტარიანელი, ვიღაც ანარქისტი და ასე შემდეგ. ეს პარტიები ერთმანეთში დაობენ აუნჩელს, რომელიც მოწონს, იმას აძლევს ხმას. მაგალითად, ტრამპი, როდესაც 2024 წლის წინა საარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა, ხალხი, რომელიც შეშფოთებული იყო დიდი მიგრაციული ნაკადით, დაპირდა, რომ მაგას შეაჩერებდა. სხვათა შორის ეგ დანაპირები ნამდვილად შეასრულა. იმიტომ რომ ფაქტობრივად ნოლის ტოლი არის არალეგალური იმიგრაცია უკვე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ასევე დაპირდა, რომ სხვა ქვეყნის ომში არ ჩაერეოდა. იგულისხმებოდა უკრაინა, თუმცა ეგ არ შეასრულა, იმიტომ რომ ახალი ომი დაიწყო, სადაც ამერიკის ინტერესი რა არის სრულიად გაუგებარია რეალურად და ისრაელის ინტერესი კარგად ჩანს. საბოლოოდ იმის თქვა მინდა, რომ კონკრეტულ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. რის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რაც უკვე ჩვენთვის ცნობილია. ამასთან იდეოლოგიური ხედვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რესპუბლიკელების აღმოჩენილი არის უფრო მეტად ქრისტიანი და კონსერვატორი. შესაბამისად, ტრამპი ზუსტად იგივე რიტორიკას ატარებდა და პრაქტიკაშიც განახორციელა, მაგალითად, მან აკრძალა, რომ კაცები, რომლებიც გადაკეთებულები არიან ქალებად, არ უნდა მიიღონ ქალთა სპორტში მონაწილეობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ეგ ტრამპმა შეასრულა. საქართველოში როგორ არის თქვენი აზრით? სწორად, ემპირიული დაკვირვებით ძალიან მარტივად ირკვევა ეს ყველაფერი. ვიღაცას ბიზინა მოსწონს, ვიღაცას მიშა მოსწონს, ანუ ინდივიდებზე არის ეგ დამოკიდებული და ასევე არის დამოკიდებული ვიღაცას სად უნდა შეკვეხვა საგარეო მიმართულებით. ანუ ქართველები იდეოლოგიის ან ჩვენი პრობლემების მოგვარების მიხედვით კი არ ვაძლევთ ხმას ვინმეს. ცხადია რა სისულელეა. მაგის გამო მხარი ვინმეს როგორ უნდა დაუჭიროს საერთოდ. ჩვენთან მთავარია ვის მეტად უყვარს ბიძინა, ვის მეტად უყვარს მიშა. ან რომელი საგარეო შეკვეხა ჯობს საქართველოსთვის ვიღაცის აზრით. ამიტომ ეგ მოცემულობა წყვეტს, რომელი პარტია აიღებს მეტ ხმას. საგარეო თემასთან დაკავშირებით მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ და მაგითი ნათლად გაირკვევა ჩემი პოზიცია მაგ თემასთან დაკავშირებით. და იმედი მაქვს იმ მაყურებელს, რომელიც დიდად არ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, მასაც დააფიქრებს. როდესაც საქართველოში 90-იანებში მთავრობის დამხობა იქოქებოდა და მიმდინარეობდა, გამსახურდიას მთავრობას ეროვნული კონგრესის წარმომადგენლები აქტიურად უწოდებდნენ რუსეთუმეს, რუსეთის პოლიტიკის გამტარებელს და მსგავს სისულელეებს. ტრაგედია კი იმაშია, რომ ის ადამიანები, ვინც ესეთი ეპითეტებით ამკობდა ზვიად გამსახურდიას, თვითონ დადიოდნენ მოსკოვში და იქ ამხანაგი შევარდნაძისგან და სხვა სავარაუდოდ მაღალ ჩინოსნებიდან მითითებებს იღებდნენ და საბოლოოდ 1993 წელს როდესაც გამსახურდიას შანსი ჰქონდა აეღო ისევ ძალაუფლება, თუ იცით შევარდნაძემ ვის თხოვა დახმარება, ისევ რუსებს. მოკლედ, დამოუკიდებლობა რაც მოვიპოვეთ, გავიდა 35 წელი. ხოლო ის პოლიტიკოსები, ელიტის წევრები, ბიზნესმენები, რომლებმაც სარგებელი ნახეს იმ პერიოდში და ქვეყანას რეალურად დედა უტირეს, აგრძელებენ მშვიდად საკუთარ საქმიანობას, მარტო ეს სახეები რადგირს. მაგრამ ესეც არ არის დასასრული. საქართველოში შეიძლება საუკუნეების წინ გაუქმდა თავადობა თუ ბატონყმობა, მაგრამ შეიქმნა ახალი, ანუ პოლიტიკოსობა გადადის მამიდან შვილზე. კი მესმის ის არგუმენტი, რომ თუ პოლიტიკოსი გყავს მშობელი, რეალურად უფრო დიდი შანსია, რომ შენს პოლიტიკოსობის გზას დაადგე. თუმცა სამწუხაროდ მათმა მამებმა საქართველოს არც თუ ისე კარგი საქმეები გაუკეთეს. ჩვენ ხო გვაქვს ანდაზა. ის ურჩევნია მამულსა, შვილის ჯობდეს მამასაო, თუ რაღაც ეგეთი. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, აგერ აღწერაში არის ჩემი ტელეგრამის ლინკი, სადაც უკვე უახლოეს მომავალში დავიწყებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის დადებას. აუცილებლად გაწევრიანდით და ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც მალე გავიზრდებით, მით უკეთესი იქნება როგორც ქვეყნისთვის და ისე საინფორმაციო სინჯანსაღისთვის ჩვენი ქვეყნის. მოკლედ, რა არის ამ პატარა ვიდეოს მორალი? ხალხო, თქვენ სადამდეც ჭამთ იმ ბულშიტს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, იქამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში არავინ არ მიაქცევს ყურადღებას არც ფასებს, რომლებზეც პირობა იყო, რომ უნდა გაიაფებულიყო. თუმცა მივიღეთ ის, რომ უფრო გაძვირდა,
2008 წლიდან დავკარგე ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა სცნო დამოუკიდებლად და არა თუ გეგმა არ გვაქვს, როგორ ვაპირებთ მის დაბრუნებას, არამედ თვით მოსახლეობაშიც ეს საკითხი უკანა პლანზე არის გადასული. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველებს ეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებად აწუხებს, იმიტომ რომ თაობა გაიზარდა, რომელსაც ნანახი არც აქვს ეგ ტერიტორია, მათ შორის მეც არ მაქვს ეგ ნანახი. და თუ ასე გაგრძელდა ტაოკლარჯეთივით ან ლორესავით მიეცემა დავიწყებას. ყველა ამ საკითხზე, რომელზეც ვსაუბრობ ამ ვიდეოში, ნელ-ნელა ჩავწერ ვიდეოებს, განსაკუთრებით უფრო ფართოდ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ლორეზე კი მიდევს უკვე ვიდეო და აგერ უყურეთ. და ბოლოს თქვენ თუ იცით, ბოლო 5 წელიწადში რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა? 40,000-ით მეტი ადამიანი მოკვდა, ვიდრე დაიბადა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს პროცესი მალე შეუქცევადი იქნება და სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რამდენად შეიძლება ამის შემოტრიალება. სულ რომ ყველაფერი გაკეთდეს მაგისთვის. ანუ სრულიად გაუგებარია, როგორ აპირებს ჩვენი ბედკრული ქვეყანა შემდეგ 5 წელიწადში სულ მინიმუმ 40,000-ით მეტი ბავშვის დაბადებას. ახლა კი მცირე წინასწარმეტყველება ჩემგან. 2028 წლის არჩევნები დადგება. ქართული ოცნების წარმომადგენლები, როგორც ყოველთვის, გამოვლენ და იტყვიან, რომ აგერ ნაცები ბრუნდებიან. აუცილებლად მე უნდა მომცეთ ხმა, თორე კასტილებიანი ტიპი მოვა და დედას გიტირებთ. იგერ ნაცები გამოვლენ და იტყვიან, რომ ევროპა დავკარგეთ, ნატოში აღარ გვიღებენ, სადაც არავის არ გვიღებდნენ, მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. ჩვენს მომავალს გვართმევენ და რაღაცა ტყელ-ტყელს ერთყვებს იტყვიან. თქვენ პატივცემულო მაყურებლებო, ის კი არ უნდა გააკეთოთ, რომ მაგ სისულელეებს აყვეთ, იმიტომ რომ გატყუებენ. 35 წელია გატყუებენ. მოღალატეები არიან ყველგან. სამწუხაროდ, აგერ მარტო ის ვიდეო, რაც მიდევს 90-იან წლებზე, როგორ დაამხეს ზვიად გამსახურდია, მან კარგად ჩანს ეგ ყველაფერი. მაქედან მოდის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა. 90-იანი წლების მოღალატე პოლიტიკოსები არიან დღესაც. ან მათი შთამომავლები, არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა. მაგ ინერციით მოდის სამწუხაროდ. ამიტომ თქვენ უნდა დააკვირდეთ ისეთ პარტიებს, რომლებიც საკუთარ ხედვას მიყვებიან, გააჩნიათ რაღაც იდეოლოგია. ამ შემთხვევაში არავის არ ვასახელებ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს არსი ეგ არ არის. საბოლოოდ ამ ვიდეოს შინაარსი ის არის, რომ ხალხს თუ მოუნდება, ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მაგრამ არის კიდევ ერთი მოცემულობა და ზვიად გამსახურდია სიტყვები. ვინაიდან ყოველი ერთი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ყავს. ეს ადაბალებს. დამდუმდა დავიმსახურებდეს. და კი, ეგ ნამდვილად ეგრეა. რის ღირსებიც ვართ, ის ყავს. იმედია მომავალში ეგ ყველაფერი შეიცვლება და გამწყინებულ საქართველოს თუ არა, ყოველ შემთხვევაში დამცირებულ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს აღარ ვიხილავთ. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ვზანდებოდეთ, გამოიწერეთ არხი.